ბატონო მათე თუ შეიძლება ანუ როგორც ბატონმა რამეზმა აღნიშნა მიწები უნდა გადანაწილდეს ორი პრინციპით ერთ-ერთი პრინციპი ეს არის ეკონომიკურად აქტიური თქვა ფერმერი რომისთვის უსასყიდლოდ მოხდეს გადაცემა თუ ეკონომიკურად აქტიურია ფერმერი მას შესაბამისად აქვს შემოსავალი და ეს ფერმერი თავადაც საჩუქრის გარეშეც მოახერხებს რომ შეიძინოს მისთვის საჭირო მიწა ხომ არ ფიქრობთ რომ იმ გაჭირვებული სიღარიბის ღვარსმკვლელი გლეხობისთვის სუბსიდირება იქნებოდა კარგი მიწის გადაცემასთან ერთად და არა ვთქვა ამ ფერმერებისთვის ზოგადად მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ასე ვთქვა მე ვეძახე მას პოსტკომუნისტური მახე რომელშიც მოექცა ზოგადად საზოგადოება რას ნიშნავს ეს კომუნისტური რეჟიმის დაშლის შემდეგ როცა ჩვენ გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე მთლიანი ქონების მემკვიდრე აღმოჩნდა სახელმწიფომ დაიწყო შემდეგ ამ ქონების გაყიდვა ვიღაცას რაღაცა შეხვდა ვიღაცას ასე ვთქვათ დარჩა ისე მიმართავ საზოგადოებას რა შეხვდა თქვენ აი ამ ქონებიდან ერთი მაინტერესებს შეხვდა შეხვდათ აი დაფიქრდეთ თითოეული თუნგანი ვინც გვისმენს და მე ვიცი რომ ძალიან ასე ვთქვათ მრავალრიცხოვანი მსმენელი ყავს დღეს ჩვენ ვინმე შეხვდათ რამე აი დაფიქრდეთ თითოეული თუნგანი რატომ უნდა შეხვედრო და დაუშვათ აი ამ მთლიანი ქონებიდან რაღაც ნაწილი ვიღაცებს და რატომ არ უნდა გადანაწილებული იყო ის საზოგადოებაზე მე ამ შემთხვევაში მაინტერესებს ეს სამართლიანიც არის თუ გავანაწილებთ საზოგადოებაზე ქონებას, მაგრამ მე მაინტერესებს სულ სხვა რაღაცა. მე მინდა როგორც ეკონომისტი სახელმწიფოს არ დარჩეს ქონება. რომლის მიმართ მას არანაირი ინტერესი პრინციპში არ აქვს. ერთადერთი რაღაცა, რასაც ემსახურება სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული ქონება, ეს არის ბაზარზე ჭარბი მიწოდების შექმნა, რაც იწვევს თავისთავად მე ამას ვამბობ პროფესორების გასაგონად, სხვადასხვასაც არ ესმით ძალიან მარტივი პრინციპი ეკონომიკის ფასის დაგდება. ჭარბი მიწოდება ბაზარზე იწვევს ფასების ვარდნას, კიდევ მეორე მარტივი პრინციპი ეკონომიკის, დაბალი ფასის შემთხვევაში თქვენ ვერანაირად ვერ განავითარებთ თქვენ წარმოებას. ქონება არ გაგვდა, იმიტომ ძალიან მარტივად. მე მინდა საზოგადოებას კონდეს ქონება, გაუჩნდეს ქონება, მაშინ როდესაც სახელმწიფო ქონება ამოიწურება, აი მე ნახეთ თქვენ ის სიმდიდრე, რომელიც აღმოაჩნდება საზოგადოებას. ღადაგი საზოგადოება ხო არის ასე ვთქვათ, არ ვიცი ჩვენი სურვილი ეკონომისტის მიზანი რა არის საზოგადოება იყოს მდიდარი ეს არ არის ცუდი ასე ვთქვათ ზოგ შეიძლება ისიც გონია რომ ასე მდიდარი ძალიან ცუდი არ არის ცუდი ჩვენ ეკონომისტებს გსურს რომ თქვენ იყოთ მდიდრები თქვენ გქონდეთ ქონება ამისთვის ძალიან მარტივი რამეა ასე ვთქვათ გასაკეთებელი სახელმწიფო ქონება გადავიდეს კერძო საკუთრებაში რა თქმა უნდა დადგება მომენტი შეიძლება ეს 10 წლის მერე იყოს მაგრამ დადგება როცა სახელმწიფო განკარგულებაში არსებული ქონება ამოიწურება ამის შემდეგ გარდაუვალია მერწმუნედ მთლიანი ქონების ფასზე და როცა ბაზარზე ჭარბი მიწოდება გაქრება მაგრამ რატომ უნდა ვიცადოთ ჩვენ 10 წლის განმავლობაში ახლა რატომ უნდა იყოს საზოგადოება მშიერი როცა შეიძლება ეს გააკეთოთ ნახევარ წელიწადში მე მიმართავ ვისაც ასე თქვა გააზრების უნარი აქვს ამის თავრობას იქნებიან ალბათ ასე თქვა გონიერი ადამიანები დაფიქრდნენ თუ მათ მართლა სურთ მიასწიონ რეალურ შედეგს და სურთ საზოგადოებისთვის სიკეთის კეთება ძალიან მარტივი რაღაცა ამისთვის საჭირო. ბატონო რამეს თქვენ შეკითხვას შემოვხმიანებოდი თუ შეიძლება ბატონო თარ იმასთან დაკავშირებით თუ ფერმერს აქვს შესაბამისი შემოსავალი ის ყიდვასაც შეძლებს. კი ბატონო შეძლებს. მაგრამ ჩვენი მიზანი ის არ არის რომ მარტო იყიდოს. წარმოებას თუ შეძლებს მე ამ მიწაზე და საიდან მოიტანს საწარმოო ფულს. როდესაც სახელმწიფო ყიდის ეს ფული იხსნება გლეხის ჯიბიდან, ფერმერის ჯიბიდან, ტოვებს სოფლის მეურნეობის სფეროს და თუ აქტივებზე ვისაუბრებთ, თუ ხალხს ტოვებს ეკონომიკას და მიდის ცენტრალიზებულად ბიუჯეტში. ხოლო ბიუჯეტი რამდენად არის ეკონომიკისთვის ესე ვთქვათ დაგეგმილი სწორად და ამას ისედაც ხედავთ. და როდის დაუბრუნდება და რამდენად ეფექტიანად ეს საერთოდ ცალკე საკითხია. აქედან გამომდინარე, სწორედ ის თანხა ფერმერს რო შემოსავალია თუ სიტყვაზე ვთქვათ ვაჩუქედან, რომ მოახდინოს იმ თავისი თანხის ინვესტირება. სოფლად ეკონომიკიდან თანხა არ გაქრეს და არ წავიდეს სადღაც. ამ შემთხვევაში, როდესაც პრივატიზება ხდება უპირველეს ყოვლისა, ეს თანხა იხსნება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისგან, ისედაც დეფიციტურია თანხები და მოგეხსენებათ რომ ინვესტიციების სიდუხჭირა რამდენადაა. ეს არის სწორედ ის თანხა, რომელიც უნდა რომლის დაბანდებაც უნდა მომხდარიყო ადგილზე და რომლის ინვესტირებაც. თავარი საინვესტიციო წყარო ნუ ვეძებთ, ესე ვთქვათ, მაინც და მაინც უცხოეთიდან და საიდანღაც. თავარი საინვესტიციო წყარო უნდა ვეძებოთ შიგნით. შიგნით უნდა ვეძებოთ, რათა ის ფინანსური სახსრები, რომელიც ესე ვთქვათ, რიგ შემთხვევაში ჩვენი თანამემამულეები ვიგზავნიან და რიგ შემთხვევაში ესე ვთქვათ, დახმარებას გვიწევენ, ისევ არ წავიდეს საზღვარგარეთ და არ მოხდეს ესე ვთქვათ, ამ სახსრების გაწოვა. ეს არის თავარი პრინციპი ამ შემთხვევაში, რათა გაჩნდეს რესურსი
კერძოს ხელში და მე რა საკვირველია ამ რესურსის დასამუშავებელი შესაბამისი ფინანსური აქტივები. მოგეხსენებათ, რომ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ რესურსზე რაღაც ეკონომიკური საქმიანობის ჩატარება და მას შორის სოფლადაც მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობას ამ კუთხით ნაკლებად ჭირდება მხარდაჭერა, რეალურად არის დარგები, სადაც უზარმაზარი ინვესტიციაა საჭირო, მაგრამ სოფლის მეურნეობაში ძალიან, ასე ვთქვათ, მარტივი ინვესტიციებით ხდება წარმოება. მადლობთ.